საფეხბურთო სალამი მეგობრებო, დაბრუნდი მორიგი ანალიზით, მორიგი ვიდეოთი. დღეს გვექნება ჩვენ კონკრეტული მატჩის ტაქტიკური ანალიზი, ეს არის იბერია 1999 ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით 3-0 დასრულდა. სანამ უშუალოდ ტაქტიკურ ანალიზზე გადავიდოდეთ, მინდა მიულოცო ეს ძალიან მაგარი სეზონი იბერია 1999 და პერსონალურად ლევან კორღალიძეს. მისი ეს აგრესიული შემტევი და ეს ევროპული სტილი ძალიან მომეწონა. ამ სპეციალისტზე მე ადრეც მაქვს ჩემ გვერდზე დაწერილი და მიმაჩნია რომ დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მცველია წარმატებები ლევანს და წარმატებები იბერიას უკვე ევროპულ სარბიელზე. ორივე გუნდი მოედანზე 4-2-3-1 ფორმაციით იყო წარმოდგენილი, მაგრამ მინდა დავიწყო საბურთალოთი და იმ შესანიშნავ დუეტზე ტეიდი ქარდავაზე ვისაუბრო რამდენიმე სიტყვით. ბრავო ლევან კორღალიძეს პირველ რიგში ამ შესანიშნავი დუეტისთვის. ფაქტიურად ამ ორმა ადამიანმა მოიგო პირველი ტაიმი და ის 3-0 ტაბლოზე რაც შესვენების დროს დაფიქსირდა, ცალსახად ამ ორი ადამიანის დამსახურება იყო. მათი უბურთო გადაადგილება, მათი ეს დისტანცირებული დაშორება ერთმანეთისადმი, გადაადგილება, ბურთის წამოღება, კონტროლი, დინამიკა, როდესაც საბურთალოს ჰქონდა ბურთი, ეს ორი ადამიანი თავის ნახევარზე იყო და ეს იყო ყველაზე დიდი თავის ტკივილი ალბათ ტორპედოსთვის, რადგან ვალდებულები იყვნენ, რაც შეიძლება მაღლა ასულიყვნენ, მაღლა ასვლა კი ნიშნავს იმას, რომ ცენტრში საკმაოდ დიდი ზონები გრჩება და ზურგს უკან პასები მომაკვდინებელია თან, როდესაც ესეთი სწრაფი ვინგერები და ფორვარდი ყავს საბურთალოს. ეხლა ჩავართავ ეპიზოდს და უბრალოდ დააკვირდით მათ გადაადგილებას. აქ ტეიდი წავიდა უკვე დაზღვევაზე, მოიპარა კიდევაც ბურთი, წამოიღო, დაიწყო კონჩეტევა. ეხლა ნახეთ ცენტრში რა ხდება და რამხელა სივრცე არის. და დააკვირდით ქარდავას გადაადგილებას, ეგრევე ითვისებს ამ ზონას. ასევე დააკვირდით იმას თუ მარჯვენა მხარეს რამხელა სივრცე აქვს იური ტაბატაძის. ახლა ბურთი ვისაც აქვს შეეძლო რომ პასი გაეძრუნა შუაში ქარდავას და ქარდავას წამოეღო ეშეტევა, მაგრამ გრძელი პასი გადაწყვიტა და ესე დაიწყო თავისი გუნდის კონჩეტევა. ბრავო ლევან კორღალიძეს ამ შესანიშნავი პირველი ტაიმისთვის და ჩემი აზრით საბურთალო იგივე იბერია 1999 ამ სეზონში უბრალოდ მომაკვდინებელი იყო თავისი ყველაფრით. მთლიანი არსენალით ეს არის თავდაცვა, შეტევა, პრესინგი, ტაქტიკურად ეს გუნდი უბრალოდ იდეალური იყო. ეს მომენტი ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. დავიწყოთ იქიდან, რომ ევროპულ ფეხბურთში რასაც ვაფასებ, საბურთალომ იგივე გაიმეორა დღეს საქართველოში და თამასა საკმაოდ მაღლა ასია ამ ყველაფრით. არ დავიღლები იმის განმეორებით, რომ ბენჟამინ ტეიდი და ბაქარ ქარდავა ტოპ დუეტი იყო არა მარტო ამ კონკრეტულ პირველ ტაიმში, არამედ მთლიან სეზონში. დააკვირდით უბრალოდ დინამიკას, ეხლა ჩავართავ ვიდეოს და მივყვეთ. დააკვირდით ზონების გახსნა, ათვისებას, გადავიდა ტეიდი იქით, გადაიყოლა ორი ადამიანი და ქარდავა შეიწია ცენტრში და ნახეთ უბრალოდ რამხელა ზონა განთავისუფლდა ისევ მარჯვენა მხარეს. დაიწყო საბურთალომ შეტევა, დააბრუნა ბურთი უკან, როგორცვე ბურთი თავიანთ ნახევარზე ჩამოვიდა, ქარდავა იწყებს ისე უკან ჩამოსვლას. რაც ნიშნავს იმას, რომ ტორპედოს ფეხბურთელი ვალდებულია ამოყვეს და შესაბამისად, როდესაც ჯერ წინ იყო და ისე უკან ამოდის და ფეხბურთელისთვის ძალიან დამაბნეველია ეს ყველაფერი. უკვე აღარ იცის, ანუ მისი მეტოქის გადაადგილების შესახებ უკვე მან ფაქტიურად აღარ იცის და ცდილობს უბრალოდ მიყვეს დინამიკას. ამ შემთხვევაშიც იგივე кейსთან გვაქვს საქმე. ამოდის ქარდავა, ამოყვა ტორპედოს ფეხბურთელი, 1-2 პასი და ნახეთ რა ხდება. ის ფეხბურთელი ვალდებული იყო ტეიდისკენ გადასულიყო და ცენტრში უბრალოდ რამხელა ზონა განთავისუფლდა და საბურთალომ დაიწყო შეტევა. ბრავო ლევან კორღალიძეს ამ შესანიშნავი ტაქტიკური ხრიკისთვის და ბრავო ბენჟამინ ტეიდის და ბაქარ ქარდავას შესანიშნავები იყვნენ მთლიანი მატჩის განმავლობაში და მთლიანი სეზონის განმავლობაში. მივყვეთ ამ ეპიზოდსაც, ეს არის მარტივი უდრის გენიალურს, ჩემი აზრით, საბურთალოს შესრულებით. ჩავართავ ახლა ვიდეოს და დანარჩენს თქვენთანაც უკეთ მივხვდებით. არ მინდა უბრალოდ ზედმეტი კომენტარების გაკეთება, იმიტომ რომ საბურთალო თამაშობს ძალიან მარტივად, ტაქტიკურად გამართულად. აი ამ კონკრეტულ ეპიზოდში, აი ნახეთ. წამოვიდა ხო ბურთი ისე უკან
არანაირი რაღაცა ქაოსი და ასე შემდეგ დაატრიალეს ბიჭებმა ფლანგი და ცდილობენ პოზიციურად შეუტიონ. წამოვიდა ბურთი უკან და ქარდავა ცენტრში შევიდა. ამოდიან ტორპედოს ფეხბურთელები და ნახეთ ახლა უბრალოდ სილაკ რას აკეთებს რა. არც კი მოუხედავს ეგრევე გააკეთა ზურგს უკან პასი, ამოიყოლა კაცი ცენტრალური მცველი ტორპედოსი და გაუნთავისუფლა ზურგს უკან ძალიან დიდი სივრცე. ამ ეპიზოდზე სხვას ვერაფერს ვერ ვეტყვი, იქიდან გამომდინარე რომ ყველაფერი მკაფიოა რა, მარტივი უდრის გენიალურს. ზოგადად აგრესიულ პრესინგს თავისი შეცდომებით თან ახლავს ხოლმე და საერთოდ რისკი აგრესიული პრესინგიდან გამოძრომის უდრის მომაკვდინებელ კონჩეტევას რა. ამ შემთხვევაში საბურთალო გადარჩა. მინდა ვნახოთ ეს ეპიზოდიც, აი ეს ზამბარის ეფექტი საბურთალოს შესრულებით და შეკუმშვა, ასე ვთქვათ, და აგრესიული პრესინგი დამთავრდა იმით, ტორპედო გამოძრა, ზონა დარჩა ღია უკან საბურთალოს, მაგრამ ნუ ეს შეტევა არ დამთავრდა გოლით. აი ჩავრთავ ვიდეოს და მიყვეთ დინამიკას. ნახეთ აქ უბრალოდ რა ხდება, მთელი საბურთალოს ცენტრი შესულია ბურთისკენ, გამოძრა აქედან ბურთი, წავიდა ტორპედოს კონჩეტევა და ნახეთ აქ უბრალოდ რა ხდება, კაპანაძე შესანიშნავად თამაშობს და არ გავიდა გოლი. ზოგადად, როდესაც აგრესიულ პრესინგს თამაშობ შენ 4-3-3-ით, ამ შემთხვევაში ლევან კორღალიძე 4-2-3-1 ფორმაციით იდგა, ასე ვთქვათ, მაგრამ პრესინგს თამაშობდა 4-3-3-ით. კოხრეიძე გადადიოდა მარცხენა ფლანგზე და იქიდან აკეთებდა, ასე ვთქვათ, პრესინგს შუაში სილა იყო და მარჯვნივ ტაბატაძე. როდესაც ეს სამი მოძრავი ფეხბურთელი აკეთებს პრესინგს და ამას უკან დინამიური ცენტრი ნახევარდაცვა ემატება და ცდილობ რომ შენ ფლანგზე რაც შეიძლება შეკუმშო მეტოქი, იქიდან როდესაც ბურთი გაგიძვრება უდრის მომაკვდინებელ კონჩეტევას. მოდი მაგაზე შევთანხმდეთ. ამ შემთხვევაშიც იგივე იყო, ნუ მაგრამ რისკი რა თქმა უნდა არის, თუმცა თუ შენ ამ პრესინგიდან არ გამოაძვრე მეტოქეს, შენ შეგიძლია დაიწყო თავისუფლად მომაკვდინებელი კონჩეტევა. გადავიდეთ მეორე ტაიმზე და მეორე ტაიმის ეპიზოდებზე. პირველ ტაიმში ჩემი აზრით ტორპედოს ღირებული არაფერი გაუკეთებია და შესაბამისად არც მე არ მაქვს მათი ეპიზოდები ვიდეოში შეტანილი. ეს რაც შეეხება მეორე ტაიმს და საწყის წუთებს, ჩავრთავ ახლა ვიდეოს და მიხვდებით თუ რაზე მინდა ვისაუბრო. ეს არის მომენტალური პრესინგი ტორპედოს შესრულებით და ჩემი აზრით მათ ეს ყველაფერი პირველი წუთებიდან უნდა გაეკეთებინათ. ნახეთ რა ხდება, ცენტრი ტეიდი ქარდავას დუეტი გათიშულია აი ამ კონკრეტულ მონაკვეთში. მათ რომ ეს გაეკეთებინათ, პირველ ტაიმში 3 გოლი დიდი ალბათობით არ მოყვებოდა თავიანთ კარში. ნუ ეს სტივკის უნდა გაეკეთებინა, დინამიკაში შეეცვალა, როდესაც დაინახა რომ რა ტაქტიკური ხრიქთან ქონდა ლევან კორღალიძის მხრიდან ადგილი. უნდა გადაეწყო დინამიკაში, ჩემი აზრით, გუნდი ალბათ ელოდებოდა შესვენებას, არ ვიცი ეს მწვრთნელის კომპეტენცია, მაგრამ აი ესეთი პრესინგი იდეალური იქნებოდა იმ საბურთალოს წინააღმდეგ და იმ ფეხბურთის წინააღმდეგ, რასაც საბურთალო პირველ ტაიმში აჩვენებდა. ეს ეპიზოდი კი ჩემში იწვევს ძალიან დიდ გაოცებას. იქიდან დავიწყოთ, რომ გუნდში მთავარი მწვრთნელი საკმაო გამოცდილების მქონდა პიროვნება, რომელსაც ნამუშევარი აქვს ბრიტანეთში. როგორ შეიძლება ითამაშო ასეთი შეტევა, როდესაც ანგარიშია 3-0 და შენი ორივე აპორნი ეგრეთ წოდებულ გასამებას აკეთებს და ცენტრში საერთოდ ბურთის მიმღები და გამტანი და გამთამაშებელი არ მოიძებნება. ჩავრთავ ახლა ვიდეოს და მივყვეთ დინამიკას. დააკვირდით უბრალოდ გიგაურის გადაადგილებას და გიული მანჯგალაძის. აი ამ კონკრეტულ მონაკვეთში ნახეთ რა ხდება. ბურთი მიდის გიული მანჯგალაძისკენ და ცენტრში უბრალოდ კაციშვილი არა. ანუ შეტევა როგორ უნდა წარიმართოს, მე პირადად აქედან ვერ ხვდები. შესაბამისად ხდება ვიდეოშიც. ტორპედოს უწევს ბურთის, ასე ვთქვათ, უკან წაღება და ნახეთ უბრალოდ ცენტრში რამხელა ზონაა ასათვისებელი. არ ვიცი, ამას სხვა კომენტარს ნამდვილად ვერ გავუკეთებდი მე პირადად.
აქაც ანალოგიურთან გვაქვს საქმე, ეს თლიანი სეზონის თავის ტკივილი იყო სტივ კინის ჩემი აზრით და აქაც უკომენტაროდ დავტოვებდი, თქვენ თვითონ მიხვდებით, რაზეც მინდა საუბარი. ანალოგიური პრობლემები, ისევ გიგაურის უკან ჩასვლა, გასამება, ცენტრში ასე ვთქვათ, -1 კაცი, როგორც იტყვიან ხოლმე და 3-0-ზე ესე თამაში უბრალოდ არ შეიძლება. სხვას ვერაფერს ვერ დავამატებდი და ვერ ვიტყოდი. ეკარესავს ბურთი აიღო მაჯგალაძემ, გიგაურის გადაადგილებები, ჩამოდის ისე უკან ბურთის ასაღებად, ასე ვთქვათ და ნახეთ უბრალოდ ცენტრში რამხელა ზონები არის თავისუფალი და ასათვისებელი.